რუსეთში დღეს მთელი დღის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა. სპეცოპერაცია ობობას ქსელი, რომლის შედეგადაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 41 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი გაანადგურა. სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც 4 აეროდრომი დაიბომბა, ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა. გეგმა კი ვასილ მალიუკმა და მისმა თანამშრომლებმა განახორციელეს. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც აჩვენებს, როგორ ემზადებოდნენ დრონები რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმისთვის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დაიბომბა მოსკოვის ოლქში მდებარე ვოსკრესენსკის ავიაბაზაც, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თავდასხმაში მონაწილეთა ნაწილი დაკავებულია, ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა მანამდე უკრაინულმა მედიამ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები უკვე უკრაინაში იმყოფებოდნენ. ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. 31 მაისს ლა-მანშის სრუტის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 1194 მიგრანტი ჩავიდა.